2025 წლის პირველი ნახევარი მიკროსაფინანსო სექტორმა მოგებიანობის ზრდით დაასრულა. 6 თვის შედეგებით ბაზარზე წარმოდგენილმა 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ წლის პირველი 6 თვე 70.6 მილიონის წმინდა მოგებით დახურა, რაც 3.7 მილიონით, ანუ 5.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ სექტორი წელს ორმა მსხვილმა მოთამაშემ დატოვა და მიკრობანკების ლიცენზიით გააგრძელეს ოპერირება, მისოებმა მომგებიანობის ზრდა შეძლეს, თუმცა MBC-ის და კრისტალის მისოების სექტორიდან გასვლის გამო დაახლოებით 212 მილიონი ლარით, 1.68 მილიონამდე შემცირდა მისოების საკრედიტო პორტფელი და კიდევ უფრო გაიზარდა სალომბარდეს ესხების წილი. ბაზრის მოთამაშეების ნაწილი ამბობს, რომ ისინი როგორც აქამდე არსებული ბიზნეს მოდელით გააგრძელებენ ოპერირებას. ბაზიკა კაპიტალის ხელმძღვანელის შეფასებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ბაზარზე ფაქტობრივად ისინი რჩებიან, რადგან დანარჩენი ორგანიზაციები შერეული ბიზნეს მოდელით ოპერირებენ და მათ პორტფელში წამყვანი სალომბარდეს ესხებია. მართალი გითხრათ, დარჩა მარტო ბაზიკა კაპიტალი. ანუ როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით, რომელიც ოპერირებს ამ სეგმენტზე. ვაფინანსებს სოფლად შედასაქმებულებს, ასევე ამ წვრილ სანიტარულ ფენას, ასევე რომლებიც წარმოდგენილები არიან დიდ ქალაქებში და სხვა ამ ტიპის ორგანიზაცია ამ სექტორში უკვე აღარ არსებობს. ძირითადად მუშაობენ ამ ლომბარდებზე, სხვადასხვა ტიპის ლომბარდზე, შეიძლება რაღაცა შერეული მოდელი ჰქონდეს და რაღაც ბიზნესის კერძად გასცემდნენ სადღაც ურბანულ ტერიტორიებზე, სამი ვიყავით, ვინც და ვართ დღემდე, ვინც ძირითადად ბიზნეს აკრედიტებით ვიყავით დაკავებული. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მეორე ნაწილი ბაზრის ორი მსხვილი მოთამაშის საბანკო სფეროში გადანაცვლებით მისოების ბაზარზე უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ მოელის. ევროკრედიტში განმარტავენ, რომ ბაზარზე არსებულ ორგანიზაციებს MBC-ის და კრისტალის მიკრობანკად გარდაქმნის შედეგად გამოთავისუფლებული ნიშის გარკვეულწილად შევსების შესაძლებლობა გაუჩნდათ. ჩვენ ბაზრის დაახლოებით 20% გვიჭირავს და დიდ მოთამაშეებზე დაახლოებით 5-6 მიკროსაფინანსოზე არის გადანაწილებული ძირითადი პორტფელი მიკროსაფინანსოს ნაწილში. ვერ ვიტყვით იმას, რომ ის დიდი კომპანიები მთლიანად გამოთავისუფლებიან, თუმცა გარკვეულწილად რაღაცა 5-10%-ის ფარგლებში შესაძლებელია, რომ სხვა დანარჩენმა მიკროსაფინანსოებმა ესე ვთქვათ გადაინაწილონ. თუმცა საკმაოდ ძლიერი კონკურენტები იქნებიან. გასაგები მიზეზების გამო მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ კონკურენტები ჩვენ ბანკების და მithumetes დიდი ბანკების არ ვართ, მოგვეხსენება, რომ ბაზარზე ეს დიდი ბანკები წარმოდგენილი არიან თითქმის იდენტური პროდუქტები და თითქმის იდენტური ფასს წარმოქმნით, როგორც გვაქვს ჩვენ და იგივე ჩვენ კონკურენტებს. შესაბამისად, არა მარტო მიკროსაფინანსო სექტორში წარმოდგენილი კომპანიები არიან კონკურენციაში ერთმანეთთან, გაგიკვირდებათ და ამავდროულად ბანკები გარკვეული პროდუქტებით არიან პირდაპირ კონკურენციაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ჩვენ რაიმე სახის გრანდიოზულ, ესე ვთქვათ, ცვლილებას ამ მიმართულებით არ ველოდებით. აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგებიანობის ზრდის პარალელურად იზრდება სესხის გამცემის სუბიექტების, ანუ მცირე კრედიტორების მიერ გაცემული დაფინანსება, რამაც მისოების პორტფელს უკვე გადააჭარბა. წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით მცირე კრედიტორების მიერ გაცემული სესხების ზომა 229.9 მილიონით გაიზარდა და 1.850 მილიონ ლარს მიაღწია. მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში მისოების დაკრედიტება 1.16 მილიარდამდეა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში რეგისტრირებული 150 სესხის გამცემის სუბიექტის წმინდა მოგებამ 34.7 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.9 მილიონით გაზრდილი მაჩვენებელია.